მიიღე მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში. დღეებში მოვლენები საინტერესო განვითარდა, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პრეზიდენტის ბოლო საჯარო გამოსვლებში შეინიშნება გარკვეული პოზიტიური მომენტები, ერთმანეთი გარკვეული ინიციატივებიც მისი მხრიდან, ამიტომ ჩვენ ყოველთვის სადვიყავით კონსტიტუციური ურთიერთობისთვის და დაუყოვნებლივ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომ ჩვენ ვზადვართ გამართული დიალოგი ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. გუშინ კიდევ იყო გარკვეული წერილობითი შეხვედრა ერთმანეთთან, ბოლო რაც ხატომობიძინა ივანიშვილმა განაცხადა საღამოს, არის ის, რომ ჩვენ ვზადვართ დიალოგისთვის, ჩვენი პოზიციები თემაზე თუ რა არის მნიშვნელოვანი, რა ნამდვილობით უნდა ვიაროთ, ცნობილია პრეზიდენტისთვის, მაგრამ ვზადვართ ამ თემებზე დიალოგისთვის, როგორც ჩანს ამ ინიციატივებიც. ამიტომ დღეს საღამოს შედგება შეხვედრაზე იქნებიან პრეზიდენტი, უმცირესობის ლიდერი, თავმჯდომარე პარლამენტის მეთაური დავით ბაგრატზე და მე. ამ შეხვედრაზე განვიხილავთ ერთ-ერთი ყველა საკითხს, რაც აინტერესებს პრეზიდენტს, მის გუნდს. ამასობაში ჩვენ ველით, რა თქმა უნდა, პროგრესს ცენტრალურ საკითხზე, კონსტიტუციური ცვლილებების თაობაზე, რომელზე შეთანხმებაც უნდა გახსნას გზა ყველა სხვა მიმართულებით. პრეზიდენტმა ამის თაობაზე განაცხადა, რომ ის პრინციპში მზად არის. ამიტომ ეს უსაფრთხო კონკრეტულად ნაშრომი გამოიხატება. სხვადასხვა ქაღალდზე წერია ქუთაისის სისტემა და პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების თემა. ეს კანონპროექტები ცალ-ცალკე რეჟიმში განიხილებოდა და მათ ცალ-ცალკე ეკრება კენჭი. ამიტომ ერთ საკითხზე შეთანხმების ვერ მიღწევა არ ნიშნავს ავტომატურად მეორეზე შეთანხმების არ მიღწევას. აპირიქით. ასე რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობისგან, პრეზიდენტისგან პირველ რიგში მთავარ პოლიტიკურ საკითხზე მინდა შეთანხმება. ესაა პრეზიდენტის უფლებამოსილების თემა. დანარჩენი თემები მიმდინარე პროცესში გადაწყდება და ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც მიხეილ სააკაშვილის წარმოუდგენია. სობა არაფერებს თავის უფლებამოსილებაზე უარის თქმას ზოგადად, რომ მიიღოს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან საკითხებზე. უმცირესობა და ოპოზიცია იმის ოპოზიციაა, რომ მას შეუძლია საკითხების დასმა, გარკვეულ თემებზე თავისი არგუმენტების გამოთქმა, მაგრამ მე გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობა. ამიტომ თბილისი-ქუთაისის თემა ეს არ არის იმ დონის პოლიტიკური საკითხი და ისე საჩქარო საკითხი. ნებისმიერ შემთხვევაში რუსთაველზე პარლამენტის შენობის გარემონტებას და მის წყობაში შეყვანას სჭირდება 6-7 თვე. ამიტომ იმ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს რაიმე გადაწყვეტილების მიღება უმცირესობასთან შეთანხმებით თუ შეუთანხმებლად ეს არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს. ამიტომ ჩვენ ამის გამო არანაირ პრობლემას არ გვქონდეს და არ ვიჟინებთ რაღაც თემებზე. პოლიტიკოსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ საღამოს განცხადებაში კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ აღნიშნა, რომ ჩვენ მზად ვართ დაუყოვნებლივ, სხვათა შორის გუშინ გავიდა ის დრო, როდესაც ყველა ფრაქციას უნდა წარმოედგინა შენიშვნები საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედორ ჯაფარიძის დოკუმენტზე, რომელიც მან 3 კვირის წინ გაუგზავნა ყველას, სხვათა შორის უმცირესობის წარმომადგენლებს, იმის თაობაზე, რომ პარლამენტში შევთანხმდეთ და მივიღოთ ინტერფრაქციული შეთანხმება საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით. ანუ შინაარსზე შევთანხმდეთ პირველ რიგში, პოლიტიკური რეზოლუცია მივიღოთ ამ თემაზე და ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განცხადებაში იმასაც მიანიშნა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შემთხვევაში, რომელმაც ბევრ სხვა თემაზეც უნდა იმსჯელოს, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, თუ გესმება დასაბუთებული და საერთაშორისო ექსპერტების მიერ ასევე მოწონებული იდეა, რეკომენდირებული იდეა კონსტიტუციის პრეამბულაში ქართველი ენის ისტორიული არჩევანი ევროპული მისწრაფების და ევროპული კულტურის ნაწილის და ზოგადად ამ თემებზე აი ეს ნახეთ, რომ ამით საქმე არ გვჭდება, ამით კონსტიტუცია არ კნინდება, ეს ზოგადად მისაღები და მიღებული პრაქტიკაა მსოფლიოში, რა პრობლემაა? იქაც შეიძლება რაღაც ჩაიწეროს.